ხმა დაგლოცოთ, დაგაძლიეროთ და დაგიცოთ. მშვიდობა არ მოგაკლოთ თქვენს ოჯახებში, თქვენს ცხოვრებაში, წმინდა მოციქულთა მფარველობა და მეოხება გაგრავლებოდეს ძვირფასები. ვილოცავთ ჩვენი ცხოვრებას, ჩვენი მთავარი ტაძრის დღესასწაულს. Რამოდენიმე დღესასწაული გვაქვს ხოლმე ჩვენ სვეტი ცხოვლისა, ორია ძირითადი. ეს არის ზაფხულის სვეტი ცხოვლობა, დღეს 12 მოციქულის ხსენება და შემოდგომის სვეტი ცხოვლობა, როდესაც აღესრულება ხოლმე უფლის კვართის, საუფლო კვართის ხსენება. არადა გადმოცემა გვაუწყებს, რომ თავდაპირველად სვეტი ცხოველი აშენდა ღვთისმშობლის ბიძინების სახელზე და სვეტი ცხოველიც სიონი ყოფილა, როგორც დაახლოებით საუკუნე ნახევარი. მერე როცა ქრისტადარი აშენდა, იგი უკვე აშენდა 12 მოციქულის სახელზე. ჩვენი მთავარი და ჩვენი ცენტრალური ტაძრის ქართველთა სიხარულისა და მშვენების დღესასწაულია და ინებოს მერქა, რომ მართლაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი დედა ეკლესიის ცხელი გული ყოველთვის იყოს ცხოველში დასვენებული და არ მოიშალოს იქ კეთილმსახურება და არც ერთ ქართულ ტაძარში. სვეტი ცხოველში იცით, რომ სვეტი ცხოველში იკურთხება ყველა მამამთავარი პატრიარქი საქართველოს ეკლესიისა, იქ უნდა იკურთხოს წესი ესეა. ყველა მღვდელმთავარი ეპისკოპოსი, იქ უნდა იკურთხოს თუ იქნა მეფე, იქ უნდა მოიხარშოს მირონი და ის არის საერთოდ ცენტრი ჩვენი ცხოვრებისა და ძალიან ბევრი სიმბოლოთია თვითონ სვეტი ცხოველი და მთლიანად ცხეთა დატვირთული და მას ტყუილად არ უწოდებთ ახალ იერუსალიმს. ძალიან ბევრი მინიშნების გამო. ყველას აქვს სხვათაშორის ეს ტრადიცია, არ ვიფიქროთ, რომ მარტო ჩვენ გვაქვს. ყველა უნდა არ ვეჭხუბოთ სხვებს, რომ თქვენაშუაში ხართ. ყველა ქრისტიანულ ძველ ქვეყანაში, ხალხში არსებობს ეს დამოკიდებულება, რომ მათთანაც არის იერუსალიმი. მაგალითად, ოხრიდის ეკლესია, ცნობილი მაკედონიის ეკლესია, რომელიც დამშვენებულია და სავსეა ულამაზესი ტაძრებით, ფრესკებით, უძველესი მონასტრებით და ასე შემდეგ, ისინი თვლიან, რომ მათაც აქვს თავისი იერუსალიმი. სხვაგანაც არის ხოლმე მსგავსი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი ისტორია გვაქვს, არა იმიტომ, რომ უბრალოდ ერთმანეთს გავეჯიბროთ ქრისტიანი მართლმადიდებელი ხალხები და მე ვჯობი ვარ და შენ ვჯობი ვარ, ვის რაში ვჯობი ვარ, რაცა ვართ, ეგა ვართ. ყველამ რო შეგვაქვს და გადაირიოს ჩვენზე, არ ვიქნებით იმაზე უკეთესი, რაც სინამდვილეში ვართ. ყველამ რო გვანძღოს და გვაგინოს, არ ვიქნებით იმაზე უარესი, რაც სინამდვილეში ვართ. რაცა ვართ, ეგა ვართ. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ის საოცარი უწყებები, მართლა საოცარი მადლი, რომელიც უფალმა ჩვენზე დაუშვა. ის რაც ნამდვილად არავის სხვას არ აქვს. უფლის ზეცად ამაღლების შემდგომ მიწაზე დარჩენილი მთავარი, შეიძლება ითქვას, მთავარი სიწმინდე, მისი ბოლო სამოსი, ნაწინასწარმეტყველების სამოსი კვართი, რომელიც დაფხულია სვეტი ცხოველში. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდე, ძველ აღთქმაში ამაზე მეტი ნივთი, აღთქმის კიდობნის გარდა, რომელიც დაკარგულია და რომელიც ტაძარში ინახებოდა, ძველ აღთქმაში ელია წინასწარმეტყველის ხალენზე უფრო დიდი სიწმინდე მოხსენიებული არ არის. არის აღთქმის კიდობანი თავისი ნივთებით, აარონის კვერთხით, რჯულის ფიცრებით და ასე შემდეგ, კაკუკიანი მანანი. მაგრამ სხვა ამის უფრო დიდი სიწმინდე ძველ აღთქმაში მოხსენიებული არ არის. ესეც ჩვენთან იქნა ჩამობრძანებული 6 საუკუნით ადრე ქრისტესშობამდე და ჩვენთან არის უფლის კვართი ჩამობრძანებული. ეს მართლაც განსაკუთრებული რამაა მთელი საქრისტიანოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ როცა აღნიშნავთ ხოლმე მაგალითად ჯვრის ამაღლების დღესასწაულს და ვიცით, რომ წელიწადში რამდენჯერმეა ჯვრის დღესასწაული, მაგრამ სექტემბერს აღნიშნავთ ხოლმე, 27 სექტემბერს ტრადიციულად და მარხვით აღნიშნავთ ჯვრის ამაღლების, ჯვრის აღმართების დღესასწაულს. მაგრამ ესაა რომელი დღესასწაული? ესაა იერუსალიმში ჯვრის აღმართების დღე. ამ დროს ქრონოლოგიურად, დროით ყველა ისტორიული გადმოცემით უნდა შევთანხმდეთ და სხვანაირი ვარიანტი არ არსებობს. გაცრავოთ, რომ ჩვენთან როდესაც მოხდა ჯვრის ამაღლება, ჯვრის გამოჩინება, ის ჯერ იერუსალიმში მომხდარი არ იყო. ანუ როდესაც მცხეთაში შენდებოდა უკვე სვეტი ცხოველი წმინდანის ზღვაწლით და იხილეს 3 ცეცხლოვანი ჯვარი, რომელიც ჯვრის
ესე იგი, სვეტიდან გაიყო და სამ მხარეზე წავიდა, ერთი წავიდა დღევანდელი ჯვრის მონასტრის ადგილზე, ერთი წავიდა თხოთის მთაზე, ერთი წავიდა უჯარმისკენ. აი ეს და მერე ბოდბეში გადაინაცვლა. აი ეს ჯვრები, ეს იყო სიმბოლო და სახე უკვე ჯვრის დიდების გამოჩინებისა საქართველოში. იმიტომ რომ ვიცით, რომ წმინდა ნინოს ლოცვით შემოსრული იქნა ძველი კერპები. გაცი, გაემი, ზადენი, ჩვენი გაცი იყო. მანამდე ჩვენი წარმართობა და ჩვენი უბედურება დაემხო წმინდა ნინოს ლოცვით და ხილვაც იყო, გახსოვთ ხო, რომ ტყვარი ადიდდა და დამსხვრეული კერპებიც კი წაიღო, საერთოდ ყვალიც კი აღარ დატოვა იმ ძველი კერპთაყვანისმცემლობისა, ასე იხილაო წმინდა ნინო. თუმცა რა თქმა უნდა, ტყვარი არ ადიდებულა მაშინ, მაგრამ ეს იყო უკვე თვალით ღმერთმა რაც მას აჩვენა, რომ ამერიდან იმსხვრელოდა და უკვე უყვალოდ უნდა მოშორებულიყო ის, რაც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას ცდილობდა, რომ ჩანაცვლებოდა ჩვენში. და იხილეს ეს წმინდა ნინოს ცხოვრებაშივეა, ჩვენი მოციქულთასწორის ცხოვრებაში აღწერილი, რომ აი ჯვრის ადგილზე დაბრძანებული და ჯერ სვეტზე იხილესო, ანუ სვეტი ცხოველზე, ხოლო შემდგომ იხილესო ჯვარზე, დღევანდელი ჯვრის მონასტერი, სადაც არის, რომ ამაღლდაო ეს ჯვარი იმ სვეტიდან გაკეთებული სამი ჯვრიდან ერთ-ერთი და აი ზედ ადიოდნენ და ზეცამდე და ზეცა იყო გახსნილიო და ადიოდნენ და ჩადიოდნენ ანგელოზებიო, როგორც ესე თქვა წრეზე, კიბეზე, აი ეს ადი ჩადიოდნენ ანგელოზები. და აქედანაა ზუსტად სოფლიოში ჯვრის ერთ-ერთი იცით თქვენ, რომ ჯვარი ბევრნაირი არსებობს. ჯვარი ერთია, რა თქმა უნდა, არანაირი ბევრი არ არის, ქრისტეს ჯვარია ყველა ჯვრის სახე და თავი, მაგრამ ფორმით არაერთი ჯვარი არსებობს. და ერთ-ერთი უძველესი ფორმა ჯვრისა, იცით თქვენ, იერუსალიმური ჯვარი, წმინდა ნინოს ჯვარი, ცოტა ხები რო აქვს დახრილი, თქვათ, იქაური ჯვარი, კოპტური ჯვარი და ბევრნაირი არსებობს. ფორმა, თორე შინაარსი რა თქმა უნდა ყველას ერთი აქვს. და ერთ-ერთი უძველესი ფორმა არის სწორედ ჩვენ რომ ბოლნურ ჯვარს ვეძახით. ბოლნურ ჯვარს ჩვენ იმიტომ ვეძახით, ეს არასწორად დამკვიდრდა და ეს ტერმინი არა სწორიც არის და არასწორიც არის, რომ ბოლნიშია აღმოჩენილი ყველაზე ადრეული მისი, ასე ვთქვათ, ეს ამოკვეთილი სახე და ყველაზე ადრინდელი. ვიცით, რომ ბოლნისი ერთ-ერთი უძველესი ტაძარია მთელ საქართველოში. აი ანჩისხატზე უფროსიც არის. იშვიათია ძალიან, მაგრამ არის რომ ტაძრები არის ანჩისხატზე უფროსიც. და იქ არის იცით ერთ-ერთი უძველესი წარწერა მთელ საქართველოში. ქართულად, ასომთავრულად შესრულებული. მაგრამ სინამდვილეში ბოლნიში გამოსახული ჯვარი ეს არის მცხეთის ჯვარი. ანუ აი ეს სახე, რომელიც ახლა ჩვენი ტაძრისთვის ტრაპეზის ჯვარი რომ დავამზადეთ, ზუსტად ეს იყო, რომ არის ჯვარი და წრე არის, ასე ვთქვათ, ანგელოზებისგან გაკეთებული, რომლებიც ადიან და ჩადიან. და მცხეთის ჯვარზე, მცხეთის ჯვარი მე-7 საუკუნისა, იცით თქვენ, რომ ერისმთავრობის დროს იქნა უკვე აგებული მცხეთის ჯვარი, ეს ულამაზესი ნაგებობა, არქიტექტურითაც ყველაფრით საეტაპო ძეგლი საქართველოსთვის. და სტეფანოს ერისმთავარმა როცა ააგო მცხეთის ჯვარი, სწორედ იქაც არის ჯვრის ამაღლების სცენა, კარის თავზე გამოსახული ანგელოზებს როგორ აქვს ჯვარი. და იქ ჯვარს სწორედ აი ეს აქვს, გარეშემო 3 წრე გაკეთებული და ამ წრეებში ჯვრის ყოველ კუთხეში თითო რგოლი, ანუ თითო ანგელოზი ნაგულისხმები. 8, ესე იგი, აი ეს როგორც არის ხო, ესე შეზნექილები, 8 ბურთი გარეშემო. ეს არის სრული სახე, ასე ვთქვათ, ბოლნური ჯვრის. ბოლნური ჯვარი არ არის მხოლოდ ესეთი, რო შემოტრევატრიალო, უფრო ადვილად აღიქვამთ ალბათ. ბოლნური ჯვარი არ არის მხოლოდ აი ესეთი შეწეული ნაწილები. ეს არის აუცილებლად თავის წრესთან ერთად და აი ამ ბოლოებში ბურთებთან, რომლებიც ზუსტად იმ სცენას ასახავს, რაც ჩვენთან მოხდა. და რაც მოხდა ჯვრის პატივის მსოფლიოში გამოჩინება, ამაზე ადრე არ მოხდა. და ამიტომ იყო, რომ უძველესი დროიდანვე ჩვენმა წინაპრებმა მცხეთას დაარქვეს ახალი იერუსალიმი, მეორე იერუსალიმი. რომ იქ გადმოვიდა, ასე ვთქვათ, ახალი სიწმინდე. როცა ჯერ მართლა იერუსალიმი აღდგენილი არ იყო და ჯერ ისევ იმ ქალაქის ადგილას ნანგრევები იყო და რა დასახლებაც იყო, იმასაც იერუსალიმი კი არ ერქვა, ელია კაპიტოლინა. ამ დროს მცხეთაში უკვე გამოჩნდა ჯვარი. სანამ იქ იერუსალიმში პატრიარქი იუვენალი გამოაჩენდა და იპოვიდა ჯვარს დედოფალ ელენესთან ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენმა წინაპრებმა მცხეთის შემოგარენს ზუსტად ეს სახელები დაარქვეს და მიამსგავსეს და იბაძეს
რომ აი აგერ არის გოლგოთა და რო შევდივართ როგორც იერუსალიმის ტაძარშია სვეტიცხოველში შიგნით არის მცირე ტაძარი გახსოვთ ხელმარჯვენა მხარეზე შიდა ტაძარი ლომის კულტურა თვითონ შიგნით განაწილებულია რამოდენიმე ტრაპეზი და შიგნითვეა ძველი აღთქმის დიდი სიწმინდე და ჭა ელია წინასწარმეტყველის სახელობისა და გვერდზეც მცირე ტრაპეზია და მთლიანად ცხეთაში აქეთ-იქით სახელები რა ქვია გეციმანია თოთისთვისკენაც აი ესეა გადანაწილებულია მთელი იერუსალიმური ტოპონიმიკა მთელი მცხეთის გარეშე და ამას აქვს თავისი რა თქმა უნდა ის სიმბოლური ხსოვნა რომ არ გაცივდეს ჩვენ ქრისტიან ხალხში ამისი დანიშნულება რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს მით უმეტეს საქართველოს მოციქულთა ღვაწლით მოქცეული ქვეყანაა და მოციქულების მიერ განათლებული ხალხი ვართ ჩვენი წინაპრებით და მადლობა ჩვენ წინაპრებს და მადლობა მოციქულებს რომ ეს სინათლე მოგვიტანეს და გადმოგცეს და სწორედ ამიტომ არის ეს გაკეთებული რომ ჩვენ ეს გვახსოვდეს რომ იერუსალიმური წარმოშობისა ვართ ჩვენ ყველა როგორც მაგალითად წყალი რო იკურთხება ჩვენ აგერ ვაკურთხებთ ხოლმე ხან შუა ტაძარში ვთქვათ მცირე კურთხევას როცა ვასრულებთ ნათლისღებას ვთქვათ გარეთ ვასრულებთ ხოლმე იცით მაგრამ სადაც კი წყლის კურთხევა სრულდება იმ ადგილს რა ქვია ქრისტიანობაში იორდანე ქვია იმიტომ არა რომ ჩვენ ახლა აქედან ავდგებით და იქ ჩავალთ არა იმიტომ რომ აქ არის იორდანე სადაც უფლის მადლი გადმოდის იქ ყველგან ერთ სახლში ერთ ჭერქვეშ ვართ ჩვენ როგორც ლიტურგიაზე არ ითქმის რომ ტარდება პირველი მეორე მეათე მეასე ლიტურგია ყველგან ტარდება ერთი ყველანი ღვთისმსახურების წირვის დროს ხვდებით იმ სუფრის იმ საიდუმლო სერობის მონაწილეები რომელიც უფალმა გამართა იერუსალიმში თავის დროზე ესაა ქრისტიანული დამოკიდებულება და ჩვენი სწავლება ჩვენ ყველა წირვის და ზიარების დროს იქ ვიმყოფებით ჩვენ ყველა ვეზიარებით არა ჩემი ხელით არამედ ქრისტეს ხელით არა რომელიღაცა სხვა მოწურის ხელით არამედ ქრისტეს ხელით როგორც უფალმა განუტეხა და დაუნაწილა თავის მოწაფეებს რადგანაც სამოციქულოა ეკლესია იმ მოციქულებში რომლებიც ჩვენი მთავარი სულიერი წინაპრები არიან და რომელთა ხსენებას დღეს არის მათში ჩვენ უკვე ყველა ვიგულისხმებთ ჩვენ მათში უკვე ყველანი ვიყავთ და ჩვენ დღემდე ვინც კი მოვდივართ უერთდებით იმ სუფრას სუფრა იმ საიდუმლო სერობისა როცა დაწესდა ზიარება არის ერთი და განუმეორებელი და იმ ერთი და განუმეორებელი სუფრის თანამეინახეების ხვდებით ჩვენ ყოველთვის აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ ბოლნურ ჯვარსაც აქვს აი ეს სახე ყველა მისი ნაწილი არის თითქოს ესეთი შიგნით შესუნთქული შეწეული შეწურული ამასაც თავის სახე აქვს წრე მარადისობის სიმბოლოა უწყვეტობისა ხოლო ეს იმის სიმბოლოა სახე იმისი რომ ყველაფერი ცენტრისკენ როგორ მიდის აი ყველა კონტური მიდის შუა ნაწილისკენ ცენტრისკენ სადაც არის ქრისტე სადაც არის მაცხოვარი რადგანაც მის გარეშე არაფერი არ არსებობს და უფალმა იესო ქრისტემაც და პავლე მოციქულმა სხვა მოციქულებმა ზუსტად წმინდა წერილშიც და ხელწმინდა გარდამოცემაში ეს გვასწავლეს რომ არავინ არის სხვა არის მხოლოდ ერთი მაცხოვარი და ერთი შუამდგომელი კაცთა და ღმერთს შორის ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამიტომაც ჩვენს მოციქულთა პატივის მიგება რა თქმა უნდა ძალიან ღირსეულად გმართებს რადგან ყველაფერი კარგი უნდა ვისწავლოთ და უნდა ავიღოთ როგორც პავლემ თქვა რომ ჩვენ ვართ მსხვერპლად შეწირული ხალხი არა პატივისთვის არა დიდებისთვის არამედ მსხვერპლად შეწირულად ვართ გამორჩეული და ამ დიდებას ვერაფერი ვერ განგვაშორებს ამბობს პავლე მოციქული ისე იგი ამბობს გუშინაც თქვი დღესაც გავიმეორებ ჯოჯოხეთიც ვერ განვაშორებს ქრისტეს ანუ აქ საუბარი იმაზე კი არ არის რომ ადამიანი ქრისტეს უნდა გაშორდეს არავითარ შემთხვევაში საუბარია იმაზე რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი თანახმა იყოს უფრო მეტი რაღაცის მიღწევისთვის დიდებაზე თქვას პატივი რომელიც დიდებაც ქრისტეს მიერ რა თქმა უნდა ადამიანს ეძლევა ქრისტესთან ერთად ადამიანი დიდებული ქრისტე საკუთარ ტანჯვასაც საკუთარ ჯვარცმასაც დიდებას უწოდებს გეციმანიის ბაღში რომ ლოცულობს გავიხსენოთ რას ამბობს მოვიდა ჟამი რომ იდიდოს ძე კაცისა დიდებას უწოდებს ჩვენ ვეძახით ამას ტანჯვას თორე უფალი იმის გაკეთებას რაც გასაკეთებელია ეძახის დიდებას რადგან დიდება ვერ იქნება ის რაც ნაკარნახები არის რომელიმე ვნები ეს სიზარმაცე იქნება შიში იქნება გაუგებრობა გაურკვევლობა გაუნათლებლობა თუ უთავბოლობა თუ რაც არ უნდა იყოს
და ამით უფალი გვიჩვენებს იმას, რომ აუცილებელია ყოველი ჩვენგანი და მოციქულებიც ამას გვასწავლიან, რომ ყოველი ჩვენგანი მიმართული ვიყოთ აი ამ ცენტრისკენ. ამ ცენტრს არ უნდა მოვწმოთ. დანარჩენი რაც გინდა აკეთოთ. უფალმა თქვა, მე ვარ ვენახი, თქვენ ხართ რტოები. თუ ამ ვენახზე იქნებით, დაეგებით ჩემზე, მაშინ თქვენ ნაყოფს გამოიღებთ. თუ მოისხლებით, ცოტა ხანი გეკნებათ ცოცხალის იერი და მერე გახმებით და დაჭკნებით. ასევე სანამ ადამიანი ქრისტესთან არის, როგორც არ უნდა ორივე ფეხით კოჭილი რო იყოს, მაინც კარგია. ეს ქრისტესთან ყოფნა კიდე ზუსტად მხოლოდ ღმერთმა იცის, მაგრამ ჩვენ რაც ვიცით, იმას არ უნდა უღალატოთ ხოლმე. თორე ჩვენ უნდა გვსურდეს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს, ყველა იყოს შეწყალებული. რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელმა სახარებამაც ეს გითხრათ. ეს იყო ადარინელი ეშმაკეულის განკურნების ნაწილი სახარებიდან წაკითხული. როგორ იცით თქვენ ეს ისტორია აღარ მოყვებით დაწვრილებით, როგორ შეღაღადეს ეშმაკეულებმა რომ ზეკაცისაო რა გინდა ჩვენგან და გაგვიშვი აგერ ღორები რომ ძოლო. და უფალმა განა იმიტომ რომ ღორიც მისი გაჩენილი არ არის, მაგრამ გაუშვა ეს ეშმაკები ამ კაციდან და უთხრა რომ მიდით კი ბატონო იმ ღორებში შედით. და შევიდნენ ეშმაკები ღორებში, ეს ღორები გახელდნენ, გაცოფდნენ და გადაეშნენ კლდიდან, კბოდედან და დაიხოცა ყველა ღორი გადავარდნილი, ესე იგი ამ კლდის ნაპირიდან. და მთელი სოფლის ქონება იყო ეს, კოლტი ღორთაი, ანუ ამ სოფლის, ამ მოსახლეობის ქონება იყო, საერთო კოლტი იყო ღორების. რამოდენიმე რაღაცა გვიჩვენა უფალმა ამით, რამოდენიმე რაღაცა. გვიჩვენა ერთი ის, რომ რაც მისი სიტყვებია, იმისი დასტური. რომ თუ ადამიანი საკუთარ სულს დაკარგავს და ზოგადად ადამიანის სული თუ დაიკარგა, მთელი მსოფლიოც რომ მოიპოვოსო მის ნაცვლად, რითი ჩაანაცვლებსო საკუთარ სულს. ანუ გვიჩვენა, რომ ადამიანის სული უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი ამ სოფლის ქონება და შეძლება. ყოველი ადამიანისა სხვათა შორის. და თუნდაც ყველაზე უკანასკნელისა. რო არის რა თქმა უნდა უკეთესი და უარესი იმაშიც. და გვიჩვენა, რომ ამ შემთხვევაში ამ მცირე სოფლის მაგალითზე, აი ამ მცირე მასშტაბში გვიჩვენა, რომ ოღონდეს ადამიანები გათავისუფლებული იყვნენ ეშმაკისაგან, ბოროტისაგან, მთელი სოფლის ქონება დაღუპულიყო ჯობია. ეს გვიჩვენა სიმამაცის მიზეზით, რომ თუ ეშმაკი ღორსაც კი ვერ ეკარება უკითხავად, თუ ადამიანმა არ დაუშვა თავის ცხოვრებით, თავის სიზარმაცით, თავის ღვთის განდგომით, კრეხელობით ან სხვა რაღაც უბედურებით, რომ ეშმაკი რამდენსაც არ უნდა გებრძოდეს, ვერ დაგეპატრონება. ბრძოლით ყოველთვის შეგებრძოლება. თვითონ უფალმა გითხრა, დადის როგორც მშიერი ლომი და ეძებს საკვირს. იგი ყოველთვის მგელივით იქნება ჩასაფრებული, კი ბატონო, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ იგი მოგერება. შეგებრძოლება ერთია, მოგერება მეორე. ამიტომაც ჩვენ მოგვცა სიმამაცის მიზეზით, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა შეგვეშინდეს მხოლოდ მართლა საკუთარი თავისა, რომ ისი არ მოიქცეთ ეშმაკის საკვილო გავა. და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი რომ არ დაგვალოთ, დიდი მადლობა ისედაც ყველას ერთობლივად ლოცვისთვის, ერთობლივი მსახურებისთვის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ სახარებაში, უფალი რასაც გვასწავლის და გვაუწყობს. როგორი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა? რა გიგა ღმერთმა მოინდომა, რომ ჩვენთან ერთად ეცხოვრა, ძალიან საოცრება იქნება. მართლა აუხსნელი რამე იქნება, რომ ჩვენ მოვინდომოთ მის გარეშე ვიცხოვროთ. არა და ადამიანები სულ ამას ვინდომებთ ხოლმე. 64-დან მოყოლებული სულ იგივე მეორდება. ეშმაკმა ზუსტად ეს შეთავაზა ადამიანს. შენ თვითონ იყავი ღმერთი და აღარ გინდოდეს ღმერთი. შინაარსი ეგ იყო. ჭამე, შენ თვითონ გახდები ღმერთი და აღარ დაგჭირდება ღმერთი. იქიდან მოყოლებული ნებისმიერი ცოდვა, ტყუილს ვამბობთ, კაცს ვკლავთ, ვიპარავთ, შურს ვინმესი თუ რაც არის, ყველაფერი რომ დავშალოთ, ბოლო ეგ არის, არ გინდა ღმერთი. ამიტომაც ვეცადოთ ხალხო, რომ გვინდოდეს ღმერთი. როგორ შეგვიძლია ჩვენ ცოდვილებს, ჩვენ ორივე ფეხით კოჭლებს. ვეცადოთ ეს, რომ ღმერთის გარეშე ყოფნა არ მოვინდომოთ. მეტი თუ ვერაფერს ვერ ვილოცებთ და ვერ ვთხოვთ უფალს და მოგვერიდება თუნდაც ჩვენი უღირსების გამო, აი ეს ვთხოვოთ, რომ ღმერთო შენ გარეშე ყოფნისგან დაგვიფარო. ღმერთმა დაგვიფაროს თავის გარეშე ყოფნისგან. სხვათა შორის ებრაულ ენაში, ძველ ებრაულში სიტყვა გამარჯვება არ არსებობდა. აი მოვიგე, გავიმარჯვე არის. იყო მხოლოდ გადარჩენა, ხსნა. და
და ამიტომაც ხშირად კი ფსალმუნებში, მე გვიანდელ ფსალმუნებში სხვა რაღაცები ხდება, მაგრამ ზუსტად ეს სიტყვებია ხოლმე ყველაზე ხშირად, რომ უფალმა მიხსნა ჩვენ. ბიბლიასაც რო ვკითხულობთ, უფალმა გადაგვარჩინა ჩვენ. უფალი მოგვეშველა ჩვენ. იმიტომ რომ თავისთავად გამარჯვება აუცილებლად ვიღაცის დამარცხებასაც ნიშნავს. კი, ყველას გვინდა რომ მტერი დავამარცხოთ. მაგრამ გაბოროტებული არაფერში არ უნდა იყოს ადამიანი. პირველ რიგში, პირველ პასუხისმგებლობას, ანუ ხსნას, გადარჩენას, სასუფევლისძიებას და მშვიდობას უნდა დავდებდეთ და მართლა მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას, როგორც ყოველ წირვის ბოლოს აგერ კითხულობთ ხოლმე, ხან კითხულობთ ხოლმე რა ფსალმუნში. როგორც ნეტარებებს გალობთ ყოველ წირვაზე, რომ ნეტარიყვნენ მშვიდნი რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა და ნეტარიყვნენ მშვიდობის ყოფილნი რამე თუ იგინი ძეთუფისად იწოდნენ. გაიხარეთ და გაძლიერდით, ძვირფასოდ მეგრო და დებო. ჯანმრთელად იყავით, სულით და ხორცით, ძლიერად იყავით.